მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, ჩემო მსმენელებო. დღევანდელი ჩვენი შეხვედრის ფორმატში მეგთავაზობთ ტაროს საჯარო სეანსს თებერვლისთვის ფინანსებთან, ფინანსურ განვითარებასთან დაკავშირებით. საინტერესოა რა ენერგიები შემოვა თქვენს ცხოვრებაში თებერვლის თვეში, კონკრეტულად ფინანსების სფეროში და იმ თქვენს გეგმებთან, თქვენს მიზნებთან მიმართებაში, რომელიც გაქვთ ჩაფიქრებული ან იმ კონკრეტული საქმიანობის ფორმატში, რომელიც წარმოადგენს თქვენი შემოსავლის წყაროს. საინტერესოა მართლაც რას შემოგთავაზებთ თებერვალი ამ მიმართულებით. გვექნება სამი ვარიანტი, როგორც ხედავთ. წითელი ფერის სანთელი არის პირველი ვარიანტი, ლურჯი ფერის სანთელი მეორე ვარიანტი, ხოლო თეთრი ფერის სანთელი გახლავთ მესამე ვარიანტი. სანამ გავააქტიურებ დასტას, მანამდე შეგიძლიათ ინტუიციურად ჩაიფიქროთ თქვენი კონკრეტული ვარიანტი, რომელიც დაგიძახებთ უფრო მეტად მიგიზიდავთ. სანთლისფერს ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ეს ფერთა სხვაობა მოცემულია იმისთვის, რომ თქვენ უფრო გაგიმარტივდეთ უბრალოდ არჩევანის გაკეთება. ან შეგიძლიათ ჩაიფიქროთ ის ვარიანტი, რომელიც ვიზუალურად უფრო მეტად მოვა თქვენთან, კონკრეტული რიცხვის სახით, ან რაღაცა სმენითი წარმოსახვის უნარებისაც უფრო მეტად განვითარებული გაქვთ. თუ ასეთი ამ სახით, ან უფრო მეტად ბგერის სახით მოვა თქვენთან ვარიანტი, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ დაერჩიოთ ის ვარიანტი და სანთლისფერს არანაირი მნიშვნელობა არ მიაქციოთ. და ნახოთ მართლაც თებერვლის თვეში რა შემოვა თქვენს ცხოვრებაში, თქვენს ფინანსურ ენერგიებში, რა სიახლეები გექნებათ, რა გამოწვევები გექნებათ და საბოლოოდ რას შეეჯამებთ თვის ფორმატში, ხო? ვისაც პირადი კონსულტაციის გავლა გსურთ, აქვე ვიტყვი, სანამ დავიწყებდე უშუალოდ ვარიანტების გაშლაზე, შეგიძლიათ პირადი კონსულტაციის დაჯავშნის მიზნით მომწეროთ პირადში. Facebook-ის ან Instagram-ის მესენჯერში. ჩემთან პირადი კონსულტაციები ტარდება ონლაინ მესენჯერში კოლით, იგივე ზარით დაგირეკავთ და დავილაპარაკებთ ყველა დეტალზე. კონსულტაციის ხანგრძლივობა მინიმუმ არის 1 საათი, დროში არ ვსხუდავ მე ჩემთან მოსულ ადამიანს, სანამ არ მიიღებს ამომწურავ პასუხებს მისთვის საინტერესო თემაზე ან თემებზე, მანამდე გრძელდება სეანსი. ასევე მინდა ვთქვა ისიც, რომ ტარო, ჩემო მეგობრებო, ეს არ არის სამკითხაო, მხოლოდ და მხოლოდ სამკითხაო ინსტრუმენტი, ტარო ყოველთვის აჩვენებს სიმართლეს, თუნდაც ეს სიმართლე იყოს არასასიამოვნო პროგნოზი, იყოს ნეგატიური პასუხები, ზოგადად რაც მომისმენია ჩემი კლიენტებისგან, ან თუნდაც სხვა ადამიანებისგან, ან თუნდაც მე პირადად ადრეულ წლებში გამომივლია ეს გამოცდილება. მკითხაობა როგორც ასეთი მოიცავს გარკვეულ დამშვიდების ელემენტებს და რას გულისხმობ ახლა ამაში, ხო? როდესაც ადამიანი მიდის მკითხავთან, თუნდაც ვინც კარტს შლის, სათამაშო კარტს გულისხმობ, ან ვინც თქვა ყავაში იყურება, ან სათელზე მკითხაობს, ზოგადად ასეთ დროს პროგნოზები, როგორც წესი, არის უფრო მეტად ისეთი ძირითად შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არის უფრო პოზიტივისკენ გადახრილი, უფრო მკითხავი საუბრობს და აქცენტებს აკეთებს ისეთ ნიუანსებზე, ისეთ შტრიხებზე, რომელიც კლიენტს, ადამიანს ამშვიდებს და რაღაცნაირად აწყნარებს, ხო? თერაპიულ ელემენტებს შეიცავს, მაგრამ ეს თერაპიული ელემენტები ხანდახან ძალიან ჰგავს თავის მოტყუებას, ხო? დამშვიდდება ადამიანი რაღაცა 1 თვე, 2 თვე და მერე ვთქვათ ის, რაც უნდა მოხდეს, ნეგატიური თემას გულისხმობ, ნეგატივს გულისხმობ, ანუ ვთქვათ რაღაცა საქმის არ გამოსვლა, რაღაცა წარუმატებლობა, რაღაცა კონკრეტულ თემაში
მოკლედ არ მიდის ისე საქმე, როგორც უთხრა ადამიანს მკითხავმა და რაღაცნაირად ცუდად, ნეგატივში მიდის ეს მოვლენები, ხო? აი, ტაროს კონსულტაცია ასეთი კლასიკური მკითხაობისგან განსხვავდება იმით, რომ ტარო აჩვენებს ცხოვრებას, აჩვენებს თქვენს მომავალს, ანუ იმ ადამიანის მომავალს, ვინც მიდის ტაროს სეანსზე, ისე როგორც არის, ისე როგორც იყო და ისე როგორც იქნება. ტარო არ არის რაღაცა ტკბილი პასუხებით არ გამოირჩევა, ილუზორული პასუხებით არ გამოირჩევა, ტარო ყოველთვის ამბობს სიმართლეს, მაგრამ ტაროს განკურნებითი ეფექტი და მართლათერაპიული ეფექტი და არა თავის მოტყუების რაღაცა, თავის დაჯერების ეფექტი იმაში გამოიხატება, ანუ მისი ნამდვილი ჭეშმარიტი თერაპიული ბუნება სწორედ იმაში ჩანს, რომ ტარო ყოველთვის აჩვენებს გამოსავალს. თავარი ადამიანს გაუჩნდეს შეკითხვები, ანუ სპეციალისტმა დასვას შეკითხვა, როდესაც ამოდის ნეგატიური პროგნოზი, რაში მდგომარეობს გამოსავალი და რა არის საუკეთესო გზა ამა თუ იმ პრობლემის გადასაჭრელად. ტარო ამას აჩვენებს ძალიან მაღალ დონეზე. ამიტომ თუ ადამიანს აქვს სულიერი მზაობა, აქვს შესაბამისი ინტელექტი, რომ მოისმინოს ტაროლოგის პასუხები, თუნდაც ეს იყოს ნეგატიური პასუხი და შემდგომ გაუჩნდეს შეკითხვები და გაუჩნდეს სურვილი იმისა, რომ იპოვნოს გამოსავალი იმ რთული სიტუაციიდან, თუ პრობლემური საკითხიდან, ის აუცილებლად მიიღებს ტაროსგან ასეთ პასუხებს. ამიტომ ვისაც გსურთ ტაროზე კონსულტაციის გავლა, ტაროლოგიური კონსულტაცია ჩემთან, ერთი რამ უნდა იცოდეთ, რომ ტარო ყოველთვის ამბობს სიმართლეს, ეს სიმართლე ხანდახან არ არის სასიამოვნოდ მოსასმენი, მაგრამ ამავდროულად არსებობს გამოსავალიც და ტარო ამაზეც გვცემს ძალიან მაღალი დონის და ცხად პასუხებს. ეს არის ის, რაც უნდა მეთქვა ტაროლოგიურ კონსულტაციებთან დაკავშირებით და მოდით ახლა ვნახოთ ვარიანტები, ალბათ არჩეული გაქვთ უკვე, მოდით ვნახოთ თებერვლისთვის ფინანსები პირველი ვარიანტისთვის. სიგნიფიკატორი თქვენი ფინანსური ენერგიებისა. სიგნიფიკატორი. თვის განვითარება. თვის განვითარება დინამიკაში. თვის განვითარება. შეჯამება, რას შეეჯამებთ, ხომ? აი, თებერვლის თვეში. ფინანსებში. რას შეეჯამებთ? პირველი ვარიანტისთვის. თქვენი სიგნიფიკატორი, აქ რაღაც ძალიან ისეთი მისტიკური არკანები ამოდის, ფინანსებთან დაკავშირებით ვერ ვიტყვი, რომ ძალიან სახარბიელო მდგომარეობა გაქვთ. ამჟამად რაღაცნაირად იგრძნობა ადამიანის მარტოობა, მწირი შემოსავლები და ძალიან დიდი შიშები. ეს შიშები ყველა ადამიანის შემთხვევაში, ვინც აერჩიეთ პირველი ვარიანტი, თითოეული თქვენგანის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იქნება ინდივიდუალური, მაგრამ აქ ჩანს ისეთი შიშები, რომლებიც განპირობებულია წარსულიდან, განპირობებულია წარსული წარუმატებლობებიდან, წარსული პრობლემებიდან ფინანსებთან დაკავშირებით, რამაც ძალიან ღრმა კვალი და ნეგატიური, ასე ვთქვათ, კვალი დატოვა თქვენს ცნობიერზე და თქვენს ქვეცნობიერზეც. აქ ჩანს საკმაოდ ისეთი ღრმა ფინანსური, ღრმად ჩამალული ფინანსური ბლოკები, რომელიც შესაძლებელია მოდის ძალიან ღრმა ბავშვობის წლებიდან, ან შესაძლებელია, ქვეცნობიერია, მხოლოდ ერთი ცხოვრება არ არის მოგეხსენებათ და ეს არის ადამიანის კარმული გამოცდილებები სხვა ცხოვრებებიდანაც, შესაბამისად, თქვენს სულს აქვს ეს მატრამვირებელი გამოცდილება ფინანსების ნაკლებობისა ან სიმწირისა და შესაბამისად, აი თქვენი ამ არსებული მდგომარეობაც
აი წარსულის შლეიფივით მოყვება აი ამ თქვენს ამჟამინდელ მდგომარეობას წარსულის გამოცდილება, ნეგატიური გამოცდილება, ფინანსების სიმწირის, ან ბიზნესში კრახის, ან პარტნიორის მხრიდან ღალატი, რამაც დაარტყა თქვენს ფინანსებს, მოკლედ ყველაფერი ის, რაც ფინანსურ არხში გროვდება დროთა განმავლობაში, შესაძლებელია ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესიც იყოს. თუნდაც არსებულ ცხოვრებაში არსებული ნეგატივის დაგროვების პროცესი რომ წარმოვიდგინოთ, შესაძლებელია ეს უკმაყოფილება, ეს შინაგანი სტრესები, შიშები, აი ამ ფინანსებთან დაკავშირებული დროთა განმავლობაში, წლების განმავლობაში გროვდებოდა და ახლა რაღაც აი მკვრივი ისეთი შეკუმშული, რაღაცა ძალიან ისეთი არასასიამოვნო ენერგეტიკული ბლოკის, ენერგეტიკული ძალის, ასე ვთქვათ, სახით არის თქვენს ფინანსურ არხში გაჭედილი და უშლის ფინანსური ენერგიების თავისუფლად მოძრაობას თქვენს ფინანსურ არხში, ხო? ამავდროულად აქ იგრძნობა ღრმა მარტოობის განცდა, თითქოს ადამიანს არ ყავს ერთი შეხედვით რაღაცა გვერდზე არავინ, რომელიც რაღაცით დაეხმარება, ხო? კი, შინაგანი სიბრძნე იგრძნობა, საკმაოდ ისეთი ბრძენი ადამიანი უნდა იყოთ სულიერ დონეზე, მაგრამ ეს თქვენი სულიერი სიბრძნე და თქვენი ღრმა სულიერება და თქვენი ესეთი მაღალი ინტელექტუალური უნარები ერთი შეხედვით თქვენს ფინანსებთან მიმართებაში ვერაფერში ვერ გეხმარებათ თითქოს ცხოვრების ამ ეტაპზე, ხო, მე თქვენს მთლიან ცხოვრებას არ განვიხილავ, აქ საუბარია თქვენს ამჟამინდელ მდგომარეობაზე, წარსულიდან მოყოლებული დღემდე რა მოცემულობაში ხართ დღეს, ხო? და რა ენერგიებია თქვენს ფინანსურ არხში. ფინანსურ არხში არის ძალიან დიდი შიშები, ძალიან დიდი კრახიდან გამომდინარე წარუმატებლობის განცდა, მომავალში ასევე ამ წარუმატებლობის განმეორების შიში, რომ კიდევ არ შემეშალოს, კიდევ სადღაც არ შევცდე, კიდევ ვიღაცამ არ მიღალატოს, არ მიმატოვოს რაღაცა აი ამ ფინანსური ვალდებულებების წინაშე მარტო არ დამტოვოს, აი რაღაცა ესეთი იგრძნობა თქვენს ამჟამინდელ მდგომარეობაში, ნუ არ არის ეს სასიამოვნო, ხო? ნამდვილად უფრო ნეგატივისკენ ვიხრებით, აწყოს მოცემულობასთან, აწყოს დახასიათებისას პირველ ვარიანტში, ვიდრე ვთქვათ პოზიტიურისკენ. რაც შეეხება განვითარებას, განვითარებაში აქ სამი ქალის ერთობა ჩანს და მე ხო თითოეულს დავახასიათებ, ეს არის ხმლების დედოფალი, პენტაკლების დედოფალი და იმპერატორი ქალი. ეს მესაუბრება იმაზე, რომ მიუხედავად თქვენი ღრმა მარტოობის განცდისა და შეიძლება ამჟამად მარტოსულად იმყოფებით აი ამ თქვენი ფინანსური ვალდებულებების წინაშე, თებერვლის განვითარებაში შესაძლებელია დადგეს თქვენს ცხოვრებაში ისეთი ეტაპი, რომ თითქოს ერთი შეხედვით არსაიდან დაგიდგებიან გვერდში მეგობრები, შესაძლებელია ოჯახის წევრები, შეიძლება ეს იყოს უფროსი მეგობარი ქალის სახით, ან ვთქვათ დედა, ან ოჯახის სხვა წევრი ქალი, ან სამეგობრო წრე. ყოველ შემთხვევაში ის მდგომარეობა, რაც გაქვთ დღის მოცემულობაში, ცალსახად ნამდვილად შეიცვლება და ჩანს, რომ თქვენ დაგეხმარებიან და ეს დახმარება თებერვლის თვეში, თებერვლის თვის დინამიკაში მოვა უფრო ქალთა წრიდან, უფრო ქალთა სიმრავლე ჩანს აქ თებერვლის განვითარებაში, შეიძლება ეს იყოს სამი სხვადასხვა ქალი, სამივე კარტი ამოდის ესეთი მდედრობითი სქესის არკანები, ერთი შეიძლება უფრო რაღაცა ინტელექტუალურ, მენტალურ დონეზე დაგეხმაროთ, მე ვთქვათ მეორისგან მიიღოთ უფრო ფინანსური მხარდაჭერა, მესამისგან რაღაცა ისეთი საყრდენი, რაღაცა დედობრივი მზრუნველობა, შეიძლება ეს არ იყოს დედა პირდაპირ გაგებით, მაგრამ იყოს რაღაცა მზრუნველი, დედასავით მზრუნველი ქალი. შეიძლება ეს იყოს ნათესავი, დეიდა, მამიდა, ან ოჯახის სხვა წევრი ქალი, როგორც აღნიშნე, ან უფროსი მეგობარი, ან ისეთი ძლიერი ფინანსურად მყარად მყოფი ქალი, რომელსაც შეუძლია და თან არა მხოლოდ შეუძლია, არამედ აქვს სურვილი იმისა, რომ თქვენ გაგიწიოთ მეგობრობა და დაგიდგეთ გვერდში ცხოვრების ამ ეტაპზე. რაც შეეხება მას თებერვლის თვის შეჯამებაში, აქ პირიქით უკვე საპირისპირო ენერგიებს ვხედავთ და
ვხედავთ ასევე არკან სიკვდილს. ახლა ეს რას ნიშნავს, ხო? შეჯამების სახით შესაძლებელია ასეთი რამ მოხდეს თქვენს ცხოვრებაში, რომ თქვენ კარგად დაფიქრდეთ, გაანალიზოთ თქვენი არსებული სირთულეები, ის ადამიანები, ვინც გვერდში დაგიდგებიან, გაგამხნევებენ, შესაძლებელია ეს იყოს ფსიქოლოგიური დახმარება, მენტალური დახმარება, რჩევების მოცემა, გამხნევება, ასევე მატერიალური რესურსებით დახმარება, შეაჯამებთ თქვენ ამ ყველაფერს, შესაძლებელია მოხდეს დალაპარაკება თქვენ შორისაც, მიიღოთ ეს რჩევები, რაღაცნაირად ეს ადამიანები მარტო მატერიალურად კი არ დაგიდგებიან გვერდში, ბევრი რაღაცის გაანალიზებაშიც დაგეხმარებიან და დადგეს თქვენ ცხოვრებაში აი თებერვლის ბოლოსკენ ის ეტაპი, რომ რაღაცეები გადაწყრიტოთ, რაც დასასრულებელია დაასრულოთ, რაც ღირებულია და ღირს რომ თქვენ ცხოვრებაში დატოვებთ აი ამ მართლაც ფასეულ გარემოებებს ან მეგობრებს, რომლებიც არიან ძვირფასნი და უღალატონი თქვენ ცხოვრებაში, მაგრამ შესაძლებელია რიგი ადამიანებისთვის დადგეს ისეთი მოცემულობა, რომ რაღაც შაბლონები, რომ ქცევის შაბლონი, ქცევის მოდელი, მიდგომები, დამოკიდებულებები შესაძლებელია პირდაპირ მნიშვნელობით ადამიანებიც და ჩვენ აქ ვხედავთ უფრო მამაკაცურ ფიგურებს, კარისკარტებს, თასების მეფეს და ხმლების რაინდს შესაძლებელია ეს პირდაპირ მნიშვნელობით დავაკავშიროთ მამაკაც ფიგურებთან, რომლებიც ფიგურირებენ თქვენს ცხოვრებაში და აი ამ ადამიანებთან მიმართებაში ბევრი რამ დაასრულოთ, გადაატრანსფორმიროთ, რაც დასასრულებელია დაასრულოთ და რაც დასატოვებელია დატოვოთ თქვენს ცხოვრებაში. ყოველ შემთხვევაში ხედვები შეგეცვლებათ, დამოკიდებულებები შეგეცვლებათ და შესაძლებელია ურთიერთობებიც იმ ადამიანებთან, რომლებიც გაჩავენ თქვენგან ენერგიას და არაფერი სახეირო მათში არ არის, აი ასეთ ადამიანებთან დაასრულოთ ურთიერთობები, იმიტომ რომ არკანი სიკვდილი საუბრობს დასრულებაზე, მაგრამ ეს დასრულება არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, მაინც და მაინც გარდაცვალებას, ეს არის უბრალოდ ძველი ქცევის წესების, ძველი შაბლონების, ძველი მოდელების, ძველი კლიშეების ყდომას ადამიანში და ასეთ დროს ადამიანი მართალია გადის გარკვეულ ტრანსფორმაციას და ეს არ არის მარტივი გზა და გარკვეულ მტკივნეულ განცდებთან არის დაკავშირებული, მაგრამ სამაგიეროდ ადამიანი თავისუფლდება აი ამ სიმძიმეებისგან, გარემოებებისგან, რომლებიც ჭამდნენ მის ენერგიას და არაფერს სასიკეთოს არ აძლევდნენ და ასეთ დროს უკვე განთავისუფლებული ადამიანი აგრძელებს ცხოვრებას უკვე სხვა ეტაპიდან, ხომ? ამიტომ თქვენ ვინც აერჩიეთ პირველი ვარიანტი, აი ესეთი განვითარება გვიჩვენა პირველი ვარიანტის თებერვლისთვის ფინანსებმა, თავდაპირველ ეტაპზე ღრმა ეიფორია, შიშები, შესაძლებელია უძილო ღამეები, სტრესი და ნერვიულობა, ღრმა მარტოობის განცდასთან ერთად, შემდგომ მოდის დახმარება და დახმარება უფრო ოჯახის წევრი ქალებისგან ან მეგობრებისგან, უფრო ქალური ენერგიები იგრძნობა აქ და შემდგომ უკვე შეჯამების სახით დასრულება გარკვეული ქცევის წესებისა და მოდელებისა, ან პირდაპირ მნიშვნელობით დასრულება ურთიერთობებისა იმ ადამიანებთან და უფრო მამაკაცური ფიგურები ამოდის აქ, რომლებიც მშვენივრად იკვებებოდნენ თქვენი ენერგიით და სანაცვლოდ უკავშირის სახით ბევრს არაფერს არ გთავაზობდნენ. აი ესეთი ენერგიები გვიჩვენა პირველმა ვარიანტმა, ჩემო მეგობრებო და გადავიდეთ შემდგომ მეორე ვარიანტზე. გარდა ამისა, ასეთი თხოვნა მექნება თქვენთან, რომ დამიწეროთ თქვენი ხედვები, თქვენი ინსაიტები, რა მოვიდა თქვენთან ახლოს, რამდენად გენიშნათ ეს ვარიანტი, ეს აღწერა, ეს დახასიათება ვარიანტისა. პირველ ვარიანტს მოვიაზრებ. თუ მოვიდა თქვენთან ახლოს, თქვენი შთაბეჭდილებები ჩემთვის მნიშვნელოვანია, კომენტარებს ყოველთვის პასუხობ, შეძლების დაგვერად რა თქმა უნდა და ყოველთვის ვკითხულობ თავისთავად, რა თქმა უნდა ეს ძალიან საინტერესოა ჩემთვის, იმიტომ რომ რაც ზიარდება ჩემს გვერდზე საჯაროდ, ყველაფერი არის თქვენთვის, ჩემი ფოლოვერებისთვის, ადამიანებისთვის, ვისაც აინტერესებს ეს სფერო და რა თქმა უნდა თქვენი ხედვები ჩემთვის მნიშვნელოვანია. კარგით, მოდით ვნახოთ ფინანსები თებერვლისთვის მეორე ვარიანტისთვის. თქვენი სიგნიფიკატორი. დღეს რაღაცა ისეთი სუპე ენერგიები ამოდის.
განვითარება თებერვალში. და შეჯამება რაც შეჯამებთ, რაც შეჯამებთ. პირველი რაც უნდა ვთქვა არის ეს, რომ თებერვლის თვეში ან დასაწყისში, ან ეხლა საწყოს ვითარებაში თქვენს ცხოვრებაში მოხდა რაღაცა შოკის მომგვრელი ამბავი, შესაძლებელია რაღაცა ისეთი, რამაც თქვენი ხედვები, თქვენი დამოკიდებულებები ფინანსებთან მიმართებაში შეცვალა, რაღაცა და ისეთი შოკური თერაპიასავით და ეფექტივით უბრალოდ მოახდინა აი ამ საწყისმა, თვის საწყისმა ან აწყოში ახლაც ხდება ეს ყველაფერი, რაღაცა დაინგრა მოკლედ თქვენს ცხოვრებაში, რაღაცა რაც თქვენ რომ გეგონათ რომ იყო სტაბილური, იყო მყარი, იყო აი საშვილი შვილად გაკეთებული რაღაც, აი ეს დაინგრა თქვენს ცხოვრებაში, შეიძლება ეს პირდაპირ მნიშვნელობით იყოს კონკრეტული საქმიანობა, კონკრეტული წყარო ფინანსებისა, შესაძლებელია ეს იყოს თქვენი ხედვები, ხო? აი ამ კონკრეტულ სფეროსთან მიმართებაში, რომელიც რადიკალურად უნდა შეიცვალოს და ამისთვის მოხდა სწორედ აი ეს კრიზისი, იმიტომ რომ კოშკი ყოველთვის დაკავშირებულია კრიზისთან, რაღაც ის ნგრევასთან, ცვლასთან და შესაბამისად უკვე თითქოს ნიადაგი სუფთავდება იმისთვის, რომ ის რაღაცა ძველი დასრულდეს თქვენს ცხოვრებაში და დაიწყოს რაღაც ახალი. შესაძლებელია რიგი ადამიანებისთვის, ვინც აირჩიეთ მეორე ვარიანტი, ეს რყევები დაკავშირებული იყოს ემოციებთან, დაკავშირებული იყოს კონკრეტულ პიროვნებასთან, ვინც შესაძლებელია გამოიწვია ეს რყევები თქვენს ცხოვრებაში, თასების რაინც ხედავთ. თასების კი არა და უკაცრავად ხმლების რაინც. შესაძლებელია ეს იყოს კონკრეტული ადამიანი, როგორც აღნიშნე, თავისი ესეთი სწრაფი ხასიათით, თავისი სულსწრაფობით, თავისი ცოტა აგრესიული ბუნებით, რაღაცა შეიძლება კონფლიქტიც მოგივიდათ ესეთ პიროვნებასთან, ესეთ ადამიანთან, როგორცაც მოხასიათებ, ან შესაძლებელია ეს იყოს, როგორც აღნიშნე, მენტალური კრიზისი და ხედვები, რომლებიც უნდა შეიცვალოს კონკრეტულ ფინანსებთან და ფინანსურ წყაროებთან დაკავშირებით. ასევე შეიძლება იყოს ისეთი შაბლონი კონკრეტული ფინანსური საქმიანობისა, რომელიც აქამდე მუშაობდა და წარმოადგენდა თქვენი შემოსავლის წყაროს, მაგრამ გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე შეიძლება როტაცია მოხდეს სამსახურში, შეიძლება რაღაცა ბიზნესი გაქვთ, მაგრამ აქამდე მუშაობდა და ეხლა უკვე თითქოს აღარ არის აი ამ თქვენს პროდუქციაზე ან თქვენს საქმიანობაზე ისეთი მოთხოვნა, როგორც იყო წარსულში. შესაბამისად საჭიროა თქვენი საქმიანობის, თქვენი ხედვების, თქვენი უნარების, თუნდაც პროფესიული უნარების გადახედვა, შეცვლა, ზრდა იმისთვის, რომ კვლავ გქონდეთ შესაბამისი შემოსავალი და კვლავ იმოძრავოს ფინანსურმა ენერგიებმა თქვენს ფინანსურ არხში, იმიტომ რომ ის რასაც აქამდე მოჰქონდა შემოსავალი და რაც თქვენს ფინანსურ წყაროს წარმოადგენდა, ახლა აღარ მუშაობს. ან ისე აღარ მუშაობს, როგორც მუშაობდა აქამდე. რაც შეეხება თებერვლისთვის განვითარებას, თებერვალში უფრო დინამიკაში, ხომ, განვითარებაში ჩანს დიდი მოძრაობა. ვერ ვიტყვი, რომ აქ რაღაცა გრძელდება ის შოკური გავლენა, რომელიც არის საწყის ეტაპზე, პირიქით თითქოს თქვენ ხვდებით ყველაფერს ძალიან კარგად, უცებ უღებთ ალღოს სიტუაციას და თქვენი ძალიან ესეთი კარგი მენეჯერული ან ესეთი კარგად კონტროლირებული გონება, ხო, მენეჯერული უნარები ან სიტუაციის მართვის უნარი ძალიან გეხმარებათ იმისთვის, რომ გაიმარჯვოთ ამ არსებულ სიტუაციაზე და დადგეთ ამ ყველაფერზე მაღლა და არ მოექცეთ აი ამ წნეხის ქვეშ. თქვენ ხედავთ საკმაოდ გამარჯვებულს, წარმატებულს და რაღაცა გზაზე დამდგარს. ეს გზა შეიძლება იყოს პირდაპირ მნიშვნელობით წასვლა საზღვარგარეთ. ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს ახალი გეზის აღება და ახალი მიზნის დასახვა და სვლა ძალიან ისე კონკრეტულად,
ძალიან ისე კონცენტრირებულად სვლა ამ მიზნისკენ, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ არკან ეტლს და ეს არის ძალიან ბევრი სიახლე ასევე არკან სულელში ჩვენ ხედავთ აქ ეტლის გვერდზე არკან სულელს, ეს არის ძალიან ბევრი სიახლე, ბევრი ახალი ადამიანი, პირდაპირ მნიშვნელობით მოგზაურობა, უცხო ენოვანი ადამიანების შემოსვლა თქვენს ცხოვრებაში, ან მინიმუმ ახალი ადამიანების შემოსვლა, ახალი გარემოებების შემოსვლა თქვენს ცხოვრებაში და ასევე რიგი ადამიანებისთვის, ვინც ფიქრობთ რაღაცა გონებაში იდეის სახით, რომ რაღაცა ახალს დაეუფლოთ და ისწავლოთ, ეს იქნება იდეალური დასაწყისი ეს თვე იმისთვის, რომ შეუდგეთ სწავლის პროცესს და დაიწყოთ ეს პროფესიული განვითარებისთვის ზრუნვა, რაღაცა ახალი შეისწავლოთ, ხომ? იმიტომ რომ სულელი ყოველთვის დაკავშირებულია სიახლეებთან, სწავლის პროცესთან, მოსწავლის მდგომარეობაში ადამიანის ყოფნასთან. შესაბამისად, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ისწავლოთ რაიმე ახალი, ან ონლაინ კურსი აიღოთ, ან თუნდაც პირდაპირ იაროთ ხო, სადმე სასწავლებელში და ეს ჩანასახის დონეზე არის ეს იდეა თქვენს გონებაში, მაშინ არ უკვაგდოთ, ეს ძალიან კარგი იდეა, ძალიან კარგი აზრია და მართლაც მშვენიერი პერიოდია რაღაც ახლის დასაწყებად, თუნდაც ახალი პროფესიის ან საქმის შესასწავლად. რაც შეეხება შეჯამებას, შეჯამების თვალსაზრისით ჩანს, რომ თქვენ მშვენივრად უმკლავდებით, გაუმკლავდებით იმ სირთულეებს, რაც ჩანს საწყის ეტაპზე, გადაჭრით აი ამ ყველაფერს ძალიან ისე ცივი ლოგიკური გონებით, ან მოგეხმარებათ ადამიანი, ვინც არის ასეთი, ხო, ხმლების მეფეს ვხედავთ აქ, შესაბამისად, თუ არის ასეთი ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, ძალიან ისეთი რაციონალური, ცივი გონებით მოაზროვნე, პრაქტიკული, პრაგმატული ადამიანი, თქვენ შეგიძლიათ დაეკითხოთ მას რჩევა, ან დაიხმაროთ, თუ კი ასეთი ყავთ სამეგობრო წრეში, ან თუ თქვენ თავად ბრძანდებით, მაშინ ეს თქვენი ენერგიებია და ჩანს, რომ ნამდვილად ყველა აი ამ ყველანაირ კრიზისზე მაღლა დგებით და თქვენი რაციონალური აზროვნება ძალიან გეხმარებათ ამ პროცესში. თვის ბოლოსკენ უკვე ჩანს, რომ ფინანსურად თითქოს აი იმ კრიზისს გადალახავთ და რაღაცა თქვენი კომფორტის ზონაში შედიხართ, რაღაცას თქვენსას ქმნით, სადაც თქვენ მარტო ხართ, აქ არ ჩანს კომპანიანობა, აქ არ ჩანს სხვა ადამიანები, აქ თქვენ ხართ თქვენი კომფორტის ზონაში, თუმცა შესაძლებელი აქაც გამოგიჩნდნენ გარკვეული კონკურენტები ამ კონკრეტულ საქმიანობაში, ამ კონკრეტულ ფინანსებთან მიმართებაში, მაგრამ თქვენ ამ კონკურენციისთვის მზად ხართ და თქვენია ეს თემა, თქვენ თავს ისე იგრძნობთ როგორც თევზი წყალში, შესაბამისად არც ამ კონკურენციის არ უნდა შეგეშინდეთ, იმიტომ რომ თქვენს კომფორტის ზონაში ხართ, ამიტომ ყველანაირ კონკურენციას მოიგებთ, ყველანაირ კონკურენციაზე მაღლა დადგებით. აი ესეთი გახდათ მეორე ვარიანტი. დამიწერეთ თქვენი შთაბეჭდილებები, ძალიან საინტერესოა ჩემთვის, რა მოვიდა თქვენთან ახლოს მეორე ვარიანტის წარმომადგენლებო. და ვნახოთ მესამე ვარიანტი. რაღაცას ეჩქარება, ან ვიღაცასო არკანი ეშმაკი ამოვარდა. ვნახოთ. ვის ან რას ეჩქარება? მესამე ვარიანტის ფინანსები. თქვენი სიგნიფიკატორი, მესამე ვარიანტი. თქვენი სიგნიფიკატორი. განვითარება თებერვალში. როგორ განვითარდება თებერვლის ფინანსები თქვენთვის? შეჯამება, რას შეაჯამებთ? პირველ რიგში უნდა ვთქვა ის, რომ თქვენ უკვე რაღაც სერიოზული შექმნილი გაქვთ. შეიძლება ეს იყოს ოჯახური ბიზნესი, შეიძლება ეს იყოს დიდი ხნის ბიზნესი, შეიძლება ეს იყოს რაღაცა კონკრეტული უძრავ ქონებასთან, ფესვებთან, წინაპართა მიერ დატოვებულ რაღაც ქონებასთან, მემკვიდრეობასთან დაკავშირებული მდგომარეობა, როდესაც ადამიანს
არ უჭერს ფინანსურად და შესაძლებელია რიგი თქვენგანი ადამიანები, ვინც აირჩიეთ მესამე ვარიანტი, ფლობდეთ საკმაოდ ისეთ კარგ მატერიალურ მდგომარეობას, გქონდეთ უძრავი ქონებები, მემკვიდრეობით დატოვებული, თქვენი ოჯახისგან დატოვებული, ან მინიმუმ გქონდეთ ოჯახი, მყარად წელში გამართული, რაღაცა შესაბამისი ფინანსური ბაზისი. აქ არ ჩანს არანაირი ისეთი გაჭირვება, ან ფინანსური სირთულეები და ფინანსების ნაკლებობა. მაგრამ მიუხედავად თქვენი აი ასეთი საკმაოდ სტაბილური და მყარი ფესვებისა, ფინანსური ფესვებისა, თქვენ მაინც გაქვთ სურვილი, რომ რაღაცა ახალი მიმართულებით გაიხედოთ და რაღაც ახალი გეზი აიღოთ აი ამ ფინანსებთან დაკავშირებით. შეიძლება ეს იყოს უცხოეთში წასვლასთან დაკავშირებული მიზნები, შეიძლება იყოს ახალი საქმე, ახალი იდეა, ახალი ბიზნესი, სადაც თქვენ იქნებით დამწყები რაღაცაახლისა, სადაც აი ეს თქვენი ფესვები, თქვენი უძრავი ქონება, ან თქვენი რაღაცა ოჯახური ბიზნესი არ დაგეხმარებათ და არ ჩანს არაფერში, იმიტომ რომ თითქოს რაღაცა ადამიანი საერთოდ ახალი მიმართულებით იყურება, ხომ? შეიძლება ეს იყოს ემიგრაციაში წასვლაც, ან როგორც აღნიშნე, რაიმე ახალი საქმის დაწყება. მთლად ნულიდან არა, მაგრამ მაინც ეს არის ახალი გეზი, ახალი მიმართულება ცხოვრებაში და რაღაც ახალი ხედვა, რომელსაც ჯერ რაღაცა აი მიზანსა და ოცნებას შორის რაღაც ესეთი მდგომარეობა უკავია ენერგეტიკულ დონეზე. მაგრამ აი ამ პროცესში, როდესაც თქვენ იყურებით რაღაც ახალი კონკრეტული მიმართულებისკენ, თქვენ გაქვთ ესეთი მენტალური შიშები, ფიქრობთ, რომ რაღაცა გზღუდავთ, ან შეიძლება ვიღაცა გზღუდავთ, შეიძლება იყოს გარემოებები, რომლებიც ხელს გიშლიან, აი თავისუფლებაში თითქოს გზღუდავენ. თქვენ შეიძლება თავისუფლება გსურთ, გაფართოება გსურთ, რაღაცა ახალი გამოცდილების მიღება გსურთ. შეიძლება ეს არც იყოს მაინდა-მაინც ფინანსებთან დაკავშირებული და საერთოდ იყოს საერთოდ სხვა რამ, ხო, სხვა მიზანი გქონდეს ადამიანს. მაგრამ ჩანს გონებაში არსებული შეზღუდვები და შიშები აი ამ სიახლეების მიმართ. თან რომ გინდა ადამიანს რომ რაღაც ახალს გაუსინჯო, მაგრამ თან რომ შიში გაქვს, რომ აი ეს მდგომარეობაც არ დავკარგო, რაც ახლა მაქვს. რაც უკვე შექმნილია, რაც უკვე გაკეთებულია და რაც ჩემს საყრდენ ღერს წარმოადგენს, ისიც არ დავკარგო აი ამ ახლის დევნაში. მაგრამ განვითარებაში ჩანს, რომ თქვენ მაინც დაადგებით გზას, მოძრაობა ჩანს, თითქოს შეიძლება ეს იყოს პირდაპირ მნიშვნელობით მოგზაურობა, გადაადგილება, სხვა ჭერის შეცვლა თუნდაც საცხოვრებლის და ამაში თქვენ ძალიან აქტიურობთ, ძალიან დიდი აქტიურობა ჩანს თქვენი, ან შესაძლებელია ეს იყოს თქვენი კომპანიონი, ესეთი უფრო მამაკაცური ენერგიები იგრძნობა, თუმცა შეიძლება ეს იყოს ქალიც, არც ეს არის გამორიცხული, რაღაცა ცეცხლი იგრძნობა, ხო? ცეცხლი ეს ქმედების ენერგია, შემოქმედებითი ენერგია, იდეების, მოქმედების, განხორციელების ამ იდეებისა, მოკლედ მოძრაობაში მოყვანის, ხო? შეჯამების სახით ძალიან საინტერესო მოცემულობა ამოდის. აქ ჩანს შიშები, თქვენი ძალიან დიდი შიში, ძალიან დიდი ქაოსიც. მგონია, რომ თუ თქვენ აი ამ მიზანს მიყვებით, განახორციელებთ რაღაცა მართლაც რომ განსხვავებულ, არატრივიალურ და უჩვეულო გარემოში შეიძლება აღმოჩნდეთ. შესაძლებელია ეს ამ ნაბიჯის გადადგმის შემდგომ რაღაცა შრომით პროცესში იყოთ ჩაბმული მუშაობაში, ფულის შემოვა ნამდვილად, მაგრამ ძალიან დიდი შიშების გადალახვის ფასად. თუ თქვენ ამ შიშებს გადალახავთ, მაშინ ნამდვილად მიაღწევთ რაღაცა ციკლის დასრულებას თქვენს ცხოვრებაში. შეჯამების სახით შეიძლება ეს იყოს რაღაცა კონკრეტული ჩანაფიქრის განხორციელება, დასრულება, საზღვარგარეთ წასვლა, რაღაცა ვთქვათ, უცხოეთის გზაზე დადგომა, ან უცხო კავშირებზე გასვლა, სხვა ქვეყნების სხვა უცხო ენოვან ადამიანებთან კავშირებზე გასვლა და რაღაცა სერიოზული, გრანდიოზული ნაბიჯის გადადგმა ცხოვრებაში. მაგრამ ეს არ იქნება მარტივი. თუ ეს ჩანაფიქრი გაქვთ თქვენ, მაშინ კი ეს უნდა გააკეთოთ ნამდვილად, მაგრამ უნდა შეაგუოთ თავი იმას, რომ ეს არ იქნება მარტივი და თქვენ მოგიწევთ ბევრ ჩრდილთან საკუთარ ჩრდილებს გულისხმობ და მენტალურ შიშებს გულისხმობ ამ შემთხვევაში გამკლავება, რაც რა თქმა უნდა არ იქნება უსაფუძვლო და იქნება გამოწვეული მთელი რიგი
სიახლეებით, მთელი რიგი ისეთი გარემოებებით, რომელიც არ ჩანს შეიძლება დღეს, მაგრამ გამოჩნდეს უფრო თვის ბოლოსკენ, ხომ? ამიტომ მაინც ალბათ ღირს ამის გაკეთება, მე ასე ვიტყოდი, რაღაცა კონკრეტული ციკლის დასასრულებლად. რაღაცა უნდა დასრულდეს, მნიშვნელოვანი თქვენს ცხოვრებაში და რაღაცა უნდა დაიწყოს. აი ეს დასრულება და დაწყების პროცესის შუაში არის სწორედ აი ეს არკანი მთვარე, რომელიც გვესაუბრება თქვენს შიშებზე და თქვენს აი ფარულ გარემოებებზე, რომელიც არ ჩანს ახლა, მაგრამ როგორც აღვნიშნე, გამოჩნდება იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აი ამ გზას დაადგებით. აი ესეთი უცნაური და განსხვავებული ვარიანტი გვაჩვენა. მესამე ვარიანტმა თვის ფინანსების პროგნოზთან დაკავშირებით, ჩემო მეგობრებო, დამიწერეთ თქვენი ხედვები, თქვენი ინსაიტები ამ პროგნოზებთან დაკავშირებით. პირად კონსულტაციებზე კი შეგიძლიათ დამიკავშირდეთ პირადში. დაგემშვიდობებით, დროებით მომავალ შეხვედრამდე.